მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ ვნახოთ გაშლა რა შეიცვლება შენ ცხოვრებაში უახლოს მომავალში. უახლოს მომავალი არის მაქსიმუმ 3 თვე ავიღოთ, ხო? ან თუ გინდათ ახლა ვინც უყურებს ახლა, შეგიძლიათ თქვა, გაზაფხულის ბოლომდე დავუშვოთ, ხო? აი, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ეგეთ გაშლებს და ამიტომ, ავიღოთ ეგეთი თემა დღეს, მაგაზე ვისაუბროთ. მინდა გამოვიყენო მან არა, ფიქრობდი დიდხანს მეთქი რომელი დას დაავიღო, მაგრამ ეს არის ძალიან ღრმა ისეთი გაშლა, იმიტომ რომ მე მინდა რომ ვნახოთ, საერთოდ ისეთი კითხვები მაქვს მომზადებული, მე ვფიქრობ, რომ უფრო გამოგვადგება დღეს მან არა. სიგნიფიკაციას მოდი გავაკეთოთ ახლა ჩვენ, თქვათ, ახლა რა ხდება? თქვენთან რო იცოდეთ ახლა უცბად, აქ ახლა ჩვენ ისეთი გაშლები გვაქვს, რომ ცოტა მოკლე ვიდეოს წერ, გრძელი გაშლები, ვისაც გიყვართ, რა თქმა უნდა, მეორე არხზე უყურებთ და ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და რუსულად ვისაც გაინტერესებთ, მაქვს ცალკე არხი, შეგიძლიათ იქ ნახოთ ვიდეო, იქ უფრო მაქვს თემა მამაკაცი უნცროს ისე გამოდის რა, ვისაც აქტუალური ეს თემა შეგიძლიათ ნახოთ. ვისთვის იქნება ახლა დღევანდელი გაშლა? იმ ადამიანებისთვის ნახეთ, რამდენიმე სიგნიფიკაცია წავა. პირველ რიგში ეს არის ნამდვილად ადამიანები, ვინცაც ელოდება ცვლილებას და ფიქრობთ მაგაზე ბევრი, იმიტომ რომ უკვე შეიძლება გამოიარეთ ბევრი ისეთი გზა, რომ შეიძლება იყო ბევრი გაცნობიერება, რა მინდა, როგორ მინდა, მაგრამ რას ნიშნავს ეს ბედნიერება ჩემთვის, თქვენ უკვე პრინციპში, მაგაზეც ფიქრობთ, რას ნიშნავს ბედნიერი ვიყო, რას ნიშნავს, რომ მე ცხოვრებაში ვცვალო, რა მინდა მე საერთოდ, როგორი ცხოვრება მინდა მე, თქვენ აქ გაქვთ ინტერესი ძალიან რა, აქ ადამიანები, ვისაც აინტერესებს ღრმად, იმიტომ რომ როცა მთვარის არკანი არის ეს, როცა მე მაინტერესებს უკვე გათვითცნობიერებულად, არა უბრალოდ რომ გავიგო, თქვათ ახლა ზედაპირულად რაღაცა ინფორმაცია, არა, მე მაინტერესებს, რა გამეხარდება, რითი უნდა ვიყო დაკავებული, რისთვის მოვედი, აქ ღრმა ადამიანებისთვის იქნება ეს გაშლა უეჭველი, ვისაც აქვს ძალიან ბევრი კითხვები, თავის გზაზე, როცა ჩვენ ახლა მოდის ესეთი პერიოდი, უფრო ოთხი დაჟე შეიძლება ახლა ჩვენთან და ძალიან ახალგაზრდებიც მოდიან სასწავლებლად, რაც მიხარია, ისე 25 წლის ასაკიდანაც მოდიან, გოგოებიც, ბიჭებიც, მაგრამ უფრო გაახალგაზრდავდა, ასე რომ ვთქვათ, ეს სიტუაცია რა, ადრე უფრო 30 წლის მერე ებადებოდათ ეგეთი კითხვა. მაგრამ ეხლა უკვე ახალგაზრდა ადამიანებიც მოდიან, იმიტომ რომ ადრე იღვიძებენ, ასე რომ ვთქვათ, სულები მათი და ამიტომ თუ თქვენ ხართ ესეთი ადამიანი, რომელსაც მართლა ღრმად აინტერესებს, მაშინ ეს იქნება თქვენთვის. არ ვიცი, შეიძლება ცოტა უფრო გრძელიც იყოს, ვიდრე ვიცით ხოლმე ჩვენ ახლა ამ არხზე, არ ვიცი, მოდით მივენდოთ ჩვენ ახლა ტაროს, რას გვეტყვის და უკვე იმის დამიხედვით, იყოს ცოტა გრძელი, არ აუშავს, ხო? არ აუშავს. ნახოთ ახლა, იმიტომ რომ ბევრი კითხვები კი მაქვს გამზადებული და ამიტომ რატომღაც ეს მინდოდა ამ არხზე დამეტო. ვნახეთ ახლა რას გამოხატავს შენი ენერგია ახლა? რა ენერგია გაქვთ ახლა პირველი, რა თქმა უნდა, კითხვა მექნება ახლა ეს მინდა რომ ახლა რა ენერგიაში ხარ თქვენ? აგვაჩვენეს, მაგრამ რადგან არის იყოს ეს, მაინტერესებს ახლა რომელ სფეროში იქნება ეს მთავარი ცვლილებები, ეს იქნება სამსახური, ეს იქნება სიყვარული, ფული, რა იქნება, ეს ვნახოთ. ახალი რა შემოვანო, რა ახალი შანსი, შესაძლებლობები შეიძლება ადამიანის შემოვიდეს შენ ცხოვრებაში. ვნახოთ რა წავა, უკვე რა დამთავრდება, რა უკვე აღარ იმუშავებს, რა შეიძლება რამე ციკლი რა დამთავრდება. ეს ვნახოთ ჩვენ, რა დარჩება, როგორც შენი ძალა ამ
პერიოდში რას გასწავლეს შენ ეხლა ეს ცვლილებები შეიძლება გაკვეთილი იყოს, ტრანსფორმაცია იყოს, ზრდა იყოს შენი ხო და უშოთ ეს ვნახოთ და რა თქმა უნდა ვნახოთ როგორი შედეგი იქნება იტოქში რას მიიღებ შენ. აი ვნახოთ ეხლა ჩვენ ну, принципში აქ ვიღაცა სასიყვარულო თემაც აინტერესებს. ну, ვნახოთ, მივენდოთ ტაროს და შევხედოთ ახლა აქ დამხმარე მაქვს მე დასტები, რომელიც დამეხმარებიან და ამიტომ პირველი ვნახოთ ჩვენ კითხვა ენერგია, ხო, გვითხრეს. ენერგია აქ როგორი იცი, აი პრინციპში ზუსტად ეს ენერგია არის, აი აქ როგორც მე ვთქვი, იმიტომ რომ აქ ადამიანი შეიძლება ზოგი თქვენთაგანი არის ეხლა მანძილზე, ანუ არა ხართ დაუშვათ, ეხლა იქ სადაც თქვენ გინდათ იყოთ, ну დაუშვათ ეხლა ჩემ იმიგრანტ გოგოებისთვის უეჭველი ეხლა თქვენ გაქვთ ეგეთი ენერგია, რომ ზოგი შეიძლება მართლა ფიქრობს, რომ დაბრუნებას ფიქრობს ზოგი სხვადასხვა ზოგი შეიძლება იქ სადაც არის, ну იძულებული კი იყო წასულიყო, მაგრამ აი თავისი ადგილი არ არის, ვერ პოულობს თქვა თავისი ადგილის რა, იმიტომ რომ რა არის ესეთ ეხლა კი მესმის, რომ ხა ფინანსების გამო, რაღაცების გამო თქვენ თქვა ხარ წასულები, მაგრამ მაინც სულს შეიძლება უნდა დაბრუნება, იმიტომ რომ ვერ პოულობს ჩემ ადგილს რა. სხვათა შორის ჩემი მოსწავლეები გოგოები ძალიან ბევრი ბრუნდებიან საქართველოში, იმიტომ რომ როცა აი იპოვიან თავის აი დანიშნულებას, მე უკვე იციან, რომ ეს არის ის, რითიც მე შემიძლია ვიყო საჭირო სხვანაირად და თუნდაც ახლა ფინანსები და ფულით შეუძლიათ იშოვოთ სხვანაირად. ну მოდით კიდე მაინც ვკითხოთ. აქ სხვათა შორის, ну ვიღაცისთვის რა თქმა უნდა იქნება საჯარო გაშლა გვაქვს ჩვენ. აქ იქნება ეს სიტუაცია, როცა შეიძლება სასიყვარულო თემაც გაქვთ რა, და თქვენ ახლა ну ნერვიულობთ შეიძლება თქვენს პარტნიორზე, იმიტომ რომ თქვენს გვერდით არ არის ეს ადამიანი, არის ახლა შორს და შეიძლება ფიქრობთ, აი როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა. ну ყველა ვარიანტში თქვენ ხართ როგორ ენერგიაში, იცით კი? აი პირველი ვარიანტიც რაც მიგითხარით, ეს არის რა, რომ უფრო აქ ადამიანი ფიქრობს ბევრს, აი ნახეთ პენტაკლები, ახალ ცხოვრებაზე ფიქრობს, ახალ მომავალზე ფიქრობთ, იმიტომ რომ არის რაღაცა სიტუაციები, რომელიც უკვე მართლა ვნახავთ ჩვენ ახლა კიდევაც აქ რა უნდა წავიდეს, რომ მე მინდა, ანუ წინსვლა მინდა, მე მინდა რომ რაღაცა იყოს სხვა, ну ძალიან ბანალური, აქ შემიძლია თქვა, რომ შეიძლება თქვენ ელოდებით აქ თქვათ, გინდათ რომ გამოხვიდეთ იმ სიტუაციიდან, სადაც მართლა გული გტკიოდათ და გინდათ რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, გინდათ რომ თქვენ ნამდვილად გქონდეთ რაღაცა წინსვლა, მინდა რომ თქვათ, გამოვიდე ამ სიტუაციიდან, სადაც მე არაფერი იმდენად თქვათ არ მიხარია, ну არის ცოტა ესეთი ენერგია, იმიტომ გვაჩვენეს, რომ აქ მთვარეც, როცა მე მაინც ვნერვიულობ, ზოგი შეიძლება даже სასიყვარულო თემაზეც ნერვიულობს აი პარტნიორზე, ну როგორც ვთქვით ჩვენ, იმიტომ რომ საჯარო გაშლაში ვიცით ჩვენ, რომ სხვადასხვა ინფორმაცია უნდა მოვიდეს, ხო? ვნახოთ ახლა ესე იგი რა სფეროში დაიწყება ეს ცვლილებები უფრო ხო გვაჩვენებენ ახლა ჩვენ სხვათა შორის აქ შემიძლია გითხრათ რომ აი აქ არის კოშკი, მანარაში ცოტა სხვანაირი კოშკი არის. შეიძლება ისეთი სფერო იყოს, რომელიც ახლა დავაზუსტებ უფრო რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო შეიძლება ისეთი სფერო იყოს, სადაც არის აი ну მაღალი არკანი, რა თქმა უნდა, ენერგია. არის, მოდით აგიხსნით, მანარაში კოშკი არ არის ახლა ძირითადად ისეთი მნიშვნელობა, რომ თქვათ ახლა და ყველაფერი დანგრევა, არა, აქ პირიქით შეიძლება დაუშვათ თქვენ აერჩიეთ რამე, მოდით ასე თქვათ, საქმე, რომელიც თქვათ საზოგადოებისთვის არის, თქვათ, ну თქვენი საზოგადოებისთვის, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თქვათ, ვისაც თქვენ ტრიალებთ, არის მიუღებელი დაუშვათ, ხო? მაგრამ თქვენ ხართ როგორ მყარედ გახართ, რომ ყველაფრის მიუხედავად მოსწონს, არ მოსწონს ვიღაცას, რომ მე ვთქვათ, ეს სფერო ავირჩიე, მე მაინც უნდა მივყვე მაგ სფეროს რა, იმიტომ რომ მე ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. აქ даже ვეტყოდე რატომღაც, რომ აქ თითქოს რაღაცის აშენება გინდათ რა, რაღაცის გამაგრება გინდათ, რომ მაინც მოდით აბა რომელი სფერო. აი ესეც მომდიოდა ზუსტად ინფორმაცია, რომელიც თქვენ გქონდათ, როგორ იცით?
შეიძლება ნახეთ ორს ვარიანტს კიდე გეტყვით აქ ნახეთ, იმიტომ რომ გამოდის რომ გინდა დამყარება შეიძლება ურთიერთობის თქვენი მამაკაცის. შეიძლება თქვენ გინდათ რომ თქვენი მამაკაცი აქ უფრო მოვიდეს თქვენთან სერიოზული წინადადებით, სერიოზული საქციელით, სერიოზული ქმედებით. და არა თქვათ ეხლა აი ეს დამყარება გინდათ რომ უკვე გავიკო მე ზუსტად თქვათ დაუშვით ჩვენ ერთად ვართ თუ არა მე შემიძლია გითხრათ რომ აქ არის რაღაცა კოშკი ყველა ვარიანტში ეს არის კარმული ენერგია და ამიტომ რაღაცა აი ეგეთი მნიშვნელოვანი არის თქვენთან შეიძლება და გადამწყვეტიც იყოს თქვათ პიროვნებასთან ხო ვიღაცასთან მაგრამ ზოგისთვის ეს იქნება სამსახურებრივი თემა იმიტომ რომ გვერთხები მაინც არის და იმპერატორი ეს არის ენერგია მე მინდა რომ ჩემს საქმიანობაში ვიყო მყარეთ მე მინდა ჩემი საქმიანობაში მქონდეს წინსვლა მე მინდა ჩემი საქმიანობაში მე ვიყო პროფესიონალი ხო ან მინდა ისეთი საქმე და ისეთი სტაბილური საქმე რომელიც მე გამეხარდება და სადაც მე შემიძლია გავხდე პროფესიონალი აი ესეთი ენერგიაც არის აქ იმიტომ რომ ჩვენ თავიდან გვითხროს რომ აქ რაღაცა ორი სფერო მაინც მოდის ხო სასიყვარულო და საქმიანობის სფეროც მოდის მე ვიცი რომ ძალიან ბევრი გოგოებს აინტერესებს საერთოდ ეს ბიჭებს თავისთავად მაგრამ გოგოებს აინტერესებს უშუალოდ აი ეს საქმიანობაც და იმიტომ რომ მარტო სიყვარულით ეხლა არ იქნები შენ ეხლა გამზღარი ასე რომ თქვა რა მოდის ეხლა ახალი რა შანსი რა შესაძლებლობები აი ნახოთ ადამიანი ვინ რა მოდის რა მოდის ახალი აქ სხვათა შორის როგორი მომენტი მოდის იცით შეიძლება თქვენ ადრე აი ნახეთ რა საინტერესო ადრე თქვენ რაღაცაზე ფიქრობდით ან დაუშვოთ თქვენ სიტყვაზე იმიტომ რომ აქ ცოტა ისეთი კარტი არის რომელიც მაჩვენებს რომ ახალი კი არის მაგრამ ეს ახალი არის დავიწყებული ძველი ნახეთ რას ნიშნავს შეიძლება იყო დაუშვოთ თქვენ ცხოვრებაში ურთიერთობაზე რა თქმა უნდა თქვენ ახლა ბევრი ელოდებით თქვენს პარტნიორს რომელთანაც შეიძლება სტაგნაცია გაქვთ ეხლა და არა გაქვთ ნორმალური ჩამოყალიბებული თქვათ ეხლა ურთიერთობა და მასზე გაინტერესებთ თქვენ და დაუშვოთ და ეს რა თქმა უნდა ეს ძველი გახდება ახალი რა შეიძლება განახლებული ენერგიებით შემოვიდეს მართლა ეს ადამიანი ხო რომელთანაც თქვენ გაქვთ თქვათ ხართ შორს მაგრამ კიდე აქ არის როგორი სიტუაცია შეიძლება თქვენ გქონდათ რამე საქმე, რითიც თქვა ან დაუშვოთ თქვენ გინდოდათ დაკავებულიყავით, მაგრამ სულ გადადებდით ხოლმე, მაგრამ მაინც გახსოვდათ, რომ აი მინდა რომ ეს საქმე მაინც მქონდეს, ეს აქაც შემოსწავლებისთვის არის 4-იანი არის აქა ჰაერის. და მაგრამ შეიძლება თქვენ ფიქრობთ იმას, რომ აი ეს რამდენი ხანი მინდოდა თქვათ, მაგრამ აი სულ გადავდებდი რა. როგორც ახლა შემოსწავლები იძახენ ზოგი 3 წელიწადი ფიქრობდა თქვათ და რომ უნდა ესწავლათ, მაგრამ ნუ რაღაცების გამო თქვათ გადადებული გქონდათ ეს, მაგრამ ეხლა ეს იქნება უკვე დავიწყებული ახალი საქმე, ეს როგორც მაგალითს გეუბნებით რა. რომ თქვენ გაიგოთ, რას ნიშნავს ეს გადადებული ძველი. შეიძლება თქვენ დაუშვათ რაღაც სფეროში მუშაობდით, რომელიც ახლა თქვენ დაუშვათ მიატოვეთ. და ეხლა ფიქრობთ, რომ აი ხომ არ დავუბრუნდე მე მაგ საკითხს და ხომ არ ისე ხო არ გავანახლო მე ის სფერო, რომელიც იყო გადადებული, თქვა და მას მე არ კიდებდი ხელს, იმიტომ რომ ეს 4-იანი საერთოდ ჰაერის უფრო გვაჩვენებს ჩვენ როცა ადამიანი ფიქრობს ძველ რამეზე რა, მაგრამ ჩვენ კონტექსტში ხა ჩვენ ვეკითხებით, რა თქმა უნდა, რა ახალი და აი იმიტომ ასე გიხსნით, რომ შეიძლება ეს იყოს რა კიდე. კი, ნუ აქ უეჭველე, რაზეც შეიძლება თქვენ თუ ეს ურთიერთობას ეხება, ხო? აქ უეჭველე, აქ იმაზე, რაზეც თქვენ გული გტკიოდათ, ეს არის ამისი დაბრუნება იქნება, აი აქ ეს ახალი განახლებული მოდის, რაზეც თქვენთვის აი მართლა მნიშვნელოვანია, ნუ სამსახურიც იგივე სიტუაცია არის რა, რაც გითხარით მე თქვენ. შემდეგი კითხვა ჩვენ გვაქვს, რა მიდის, ხო, რა დასრულდება? რა მიდის და რა დასრულდება. აი ზუსტად გაუგებრობა სხვათა შორის აქ შეიძლება თქვენ დიდი ხანი აი არჩევანი
წავა. უკვე всё არჩევანი აღარ იქნება თქვენი, რო თქვათ, ანუ გულის ტკენა რაც იყო, ეს წავა თქვენი ცხოვრებიდან ყველა ვარიანტში. აქ თქვენ უკვე მყარ გადაწყვეტილებას იღებს რა. ანუ უკვე მე ვიცი სად მივდივარ. აქ даже შეიძლება ნახეთ თუ დაუშვათ ურთიერთობაზე იყოს საუბარი, ხო? აი აქ თქვენ მყარეთ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მე მინდა ჩემი ის პარტნიორი, ვინც მე მყავს, მასთან გავანვითარო ურთიერთობა, კი, ბევრი ტკივილი გავიარე, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ ნახეთ ახლა გეტყვით ახლა ერთ რამეს, აქ ცოტა 1-2 წუთი გავჩერდები. ეს რატომ არის აქთან შეყვარებულების არკანი ამოდის რა. ზოგჯერ ჩვენ, ეს იქნება მართლა ძალიან ძლიერი ადამიანებისთვის გაშლა, იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ ვართ როგორ თქვა, დაუშვათ არ გამოვიდა ურთიერთობა პარტნიორთან, ხო? და ჩვენ რა თქმა უნდა ვაბრალებთ პარტნიორს, ეს როცა ჩვენ არ ვიცით როგორ მუშაობს საერთოდ ეს ყველაფერი და ვაბრალებ და ვიძახეთ რომ არა, ესე იგი მე უფრო უკეთესი მეკუთვნის, უფრო უკეთესი გეკუთვნის იმ შემთხვევაში თუ შენ ახლა არ ეძებ იოლ რაღაცა გზებს და ფიქრობ რომ მე უნდა ვიმუშაო ჩემ თავზე რა. ეს გინდა მოგწონდეთ არ მოგწონდეთ, ეს არავის არ აინტერესებს, დედამიწაზე მოვედით, ჩვენ აქ სამუშაოდ, ეგ უბრალოდ უნდა მიიღო და თუ მაგას არ იღებ, ეს არის სხვა სიტუაცია. რა თქმა უნდა, შემოვა ახლა ეს ძალიან დიდი თემა პარტნიორული საერთოდ, ახლა ვინ როგორი რანაირი უნდა შემოვიდეს, როგორი უნდა ვიყო იმისთვის რომ შემოვიდეს ესეთ, ძალიან დიდი თემა. მაგრამ აქ ამაგას მე არ განვიხილავ, უბრალოდ აქ ჩემი ამოცანა თქვენ გითხრათ, აი რა ხდება. და ზოგი, აი აქ შეიძლება ზოგისთვის იქნება როგორი სიტუაცია მიღებული, იცით, მე მყავს პარტნიორი, მე ეს პარტნიორი მიყვარს, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ტკივილი გავიარე, იმიტომ რომ ჩვენი რას ნიშნავს ეს გაკვეთილების, ჩვენ გავდივართ, რა თქმა უნდა, ყველა გაკვეთილებს ამ ტკივილით. ეს ასე არის აწყობილი, აი არის ეგეთი სქემა, ხო? რომ იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვერ სწავლობთ, იმიტომ რომ ერთი ტრენინგი მაქვს, დავარკვი რომ ანუ იდეალურ პარტნიორთან ვერ ვითარდებით, სული მოვიდა აქ განვითარებისთვის. ამიტომ აქ ზოგს იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჯობია რომ მე აი ამ ადამიანთან გავიარო ყველაფერი, გავიზარდო, შევიცვლები, იმიტომ რომ ეხლა ბევრიც რომ ვიცვალო, ხო, შეიძლება გაჭედილი უკვე ხარ და იცი თქვა, ანუ ყავდა ვიღაც შეიძლება პარტნიორები და ეხლა ამაზე გააკეთე არჩევანი, იმიტომ რომ ხვდები რომ ეს ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანი, ყველაფრის მიუხედავად მიყვარს და ამიტომ მირჩევნია რომ მე ამასთან ყველაფერი გავიარო ეს გზა, ვიდრე ეხლა ვეძებრო კიდე პეტრე პავლეს და ვიღაცას, ხო? აი ეს არის აქ, სხვა საკმაოდ საინტერესო გაშლას თქვენ რო იცოდეთ, ვინც გაიგებს და ჩაუღრმავდება ამ გაშლას, მიხვდებით რაზეც ლაპარაკობ მე. ჩემი მოსწავლეები უეჭველები მიხვდებიან რაზეც ლაპარაკობ ახლა მე. და აი აქ არის, ჩემთან მოდიან ძალიან ესეთი უნიკალური ადამიანები სასწავლებლად და მიხარია, მადლობა სამყაროს და ღმერთს რა, რომ არ მიწევს დაღეჭვა ბევრი რაღაცები, ისიც ძალიან კარგად ხვდებიან თვითონ, ასაკის მიუხედავად. და ამიტომ არის, რომ აქ არჩევანის თემა მთავრდება. გინდათ ახლა სამსახურიც რო აიღო, თქვენ აქ უკვე ჩამოყალიბდებით და მიხვდებით, რომ ნამდვილად მე ეს მინდა გულით, იმიტომ რომ ექვსიანი არის საერთოდ, მაღალი არკანი, მე ექვსი არკანი, ეს არის, როცა მე გულით ვირჩევ რაღაცას, არა აქვს მნიშვნელობა ეს როგორი გზა არის, მაგრამ მე გულით ვირჩევ ამ სიტუაციას და ამიტომ ეს უკვე პრინციპში, ანუ თქვენი არჩევანზე დგომა, დამთავრდება, всё, მე ვიღებ აი ამას, ამ სიტუაციას და მორჩა. აი ეს არის, კი. თან გააზრებულ, კი ბატონო. აი რაც გელაპარაკეთ, აქ გამოდის განდეგელი და გამოდის ახლა ხმალების მეფე. ანუ რაც გითხარით, თქვენ ახლა ვინც მიცნობთ, კი იცით რომ მე ჯერ ლაპარაკობ, ბერეტა რო უბრალოდ მიდასტურებს ჩემს ნათქვამს, იმიტომ რომ მუშაობ ახლა ნაკადში ყოველთვის, ეგაც იცით. ხო და აი ეს არის ზუსტად ეს სიტუაცია, რომ თქვენ ახლა თქვენი არჩევანი გააკეთეთ ამ ადამიანზე. კი, შეიძლება ხმალების მეფე არ არის ადვილი და მაგასთან ჩვენ გავდივართ ყველაზე ძნელ გაკვეთილებს, იმიტომ რომ
ეს ადამიანი არის არ არის მალამო რა, როგორც გითხარით, მალამოსთან ჩვენ არც ვიტარდებით და ამიტომ აქ თქვენ ახლა ამას შეარჩევთ. ზოგი კიდე არჩევანი, თუ თქვენ დაუშვათ რამის სწავლა გინდოდა, თუ თქვენ დაუშვათ გინდოდათ უფრო მეტად, როგორც გითხარით, რომ რაღაცაზე ფიქრობდით, მაგრამ თქვათ გადადებული იყო, ხო? შეიძლება ეს სწავლასაც ეხებოდა, დაუშვათ თქვენ გინდოდათ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ვერ ვედავდეთ. აქ თქვენ მასწავლებელს აირჩევთ რა, იმ ადამიანს, ვისთანაც თქვენ გინდათ რომ მიიღოთ, ღრმა განათლება, დაუშვათ რაღაცა სფეროში. ზოგისთვის შეიძლება ეზოტერიკაც იყოს, იმიტომ რომ აქ არის განდეგელი, ეს რა თქმა უნდა, ღრმა საკრალური ცოდნა და ეს ესეთი ეტაპი კი ბატონო და ამისთვის მე რაც დავიწყე რომ ვინც ეძებს თავის გზას ის აუცილებლად იპოვის ისეთ ადამიანს ვისთანაც ნამდვილად შეუძლია რომ გაიაროს ეს და მიიღოს ეს ცოდნა და სხვათა შორის ეს გზა თქვენ გამოგიყვანთ ძალიან ბევრი ტრანსფორმაციიდან როცა მე ბევრი კითხვები მაქვს პასუხები ცოტა და ზუსტად ვინც ამას ამ გაშლას ახლა არც ვიცნობიერებს და ხვდება რომ ჩემია თქვენ მართლა მოგეცემათ საშუალება იმისი რომ თქვენ იპოვოთ ისეთი ადამიანი ისეთი მენტორი ასე რომ ვთქვათ ვინც თქვენ გამოგიყვანთ ძალიან მაგარი მაგარი გზაზე რა ვიცი მოგცემთ თქვენ აგენტებს მწვანე შუქს და ბევრ რაღაცებს გაიგებთ რა ტრანსფორმაციას ისეც გამოივლით რომ მიხვდებით უკვე სხვანაირი ადამიანი იქნებით მოდეთ ასე რომ ვთქვათ რა ზუსტად ახლა რა გახდება შენი ძალა ამ პერიოდში ნახეთ ახლა არის აქ მეშვიდე არკანი მანარაში ეს არის ზუსტად ეგაც რა ზოგისთვის იქნება აკაცეთლი რომ წინსვლა და რა იქნება შენი ძალა მაგრამ ამავდროულად აქ იქნება შენი წარსული შენი გამოცდილება რაც შენ გააქვს ეს იქნება შენი ძალა გაძლიერდები შეიძლება ხო გეუბნებით თქვენ რაღაც თუნდაც იმ საქმეს დაუბრუნდებით რომელზეც თქვენ ეს როგორ არის იცით თითქოს დაუშვათ ეგეც მაგალითად თქვა წახვედით საზღვარგარეთ ხო და დაიწყეთ თქვათ იქ მოღვაწეობა როგორც ყველა მაგრამ თქვათ ახლა რატომღაც ამომივიდე ახლა ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე თვითონ არის ფსიქოლოგი ხო დაჟე მეორეც ახლა ამომივიდევთი და მიხვდებიან ეგენი თვითონ და მაგრამ იქ ფულის გამო რაღაცა ოჯახური პრობლემების გამო უწევდა ცხოვრება დიდი ხანი საზღვარგარეთ იმიტომ რომ იქ საჭირო იყო უცბად ფულის აღება თქვათ რაღაცებისთვის ხო მაგრამ იქ დაუშვათ რომ ისწავლეს მე რა გაიარეს ეს ჩვენი კომუნიკაცია მიიყვანა იქამდე რომ ადამიანმა მიხვდა რომ მე მინდა დაუბრუნდი ჩემ პროფესიას, იმიტომ რომ ფსიქოლოგი ვარ, ხო? მიეცა თქვათ ინსტრუმენტი დავისთვის იპოვა იმისათვის, რომ გახსნილიყო სხვანაირად და უკვე მიხვდა რომ აღარ მინდა მე ის ცხოვრება, აღარ მინდა მე უკვე ვიყო ემიგრანტი, რომელიც ახლა უვლის თქვათ ახლა ვიღაცებს, მე მაქვს ჩემი პროფესია, მე მიჭირავს უკვე, მე შემიძლია უკვე დავუბრუნდე ისივ ჩემს მეს. და ვიყო ის, ვინც ნამდვილად ვარ. არა თქვათ ახლა, მომვლელი, მე ცუც არაფერს არ ვამბობ მაგაზე, უბრალოდ მაგალითს გეუბნებით, მე მინდა რომ ეს ჩემი ცოდნა, რომელიც იყო ჩემში შეიძლება აქ ცოტა ხანი გადადებული, მე მინდა გამოვიყენო, პლუს კიდე ახალი ცოდნა, ახალი ინსტრუმენტებით წავიდე და დავეხმარო ადამიანებს უკვე ჩემი ცოდნიდან გამომდინარე. კი ბატონო, ნამდვილად ეს არის რა. და ეს იქნება თქვენი ძალა და ძალიან ბევრი სხვათა შორის იქნება აქ ცნობილი ადამიანის და ზოგი თქვათ ვიღაცის თქვათ დაბრუნება თქვენ მოგიტანთ იმენა განვიკურნე გავიხსენ ჩემი ნიჭი ნიჭის გახსნა თქვენი წავა და აქ უფრო მეტი წარმატება გექნებათ ამიტომ არ შეგეშინდეთ და ახლა პირველ რიგში ჩემს უფლებას მივცემ და ვუთხრა ჩემ გოგოებს ვინც დაამთავრეთ კურსი უკვე თქვენ ნიჭიერესები მყავხარ და უკვე თქვენთვის ეს არის უეჭველეს თქვენი გაშლა რომ თქვენ უკვე უნდა გახვიდეთ და დაანახოთ ადამიანებს თქვენი ღრმა ცოდნა იმიტომ რომ ხართ უნიკალურები სულ ყველა აბსოლუტურად ვინც კი მე მეხება მე ვიცი რომ ძალიან მაგრები ხარ და
დაეხმარათ ადამიანებს თქვენი ცოდნით, ჩვენი სუფთა სივრცით და ეკოლოგიურად ცუდა ყველანაირი ჯადოების და სისულელეების გარეშე სუფთად შეგიძლიათ უკვე დაეხმაროთ და ადამიანებს მათ თქვათ რაღაცა სიტუაციებიდან გამოსვლაში რა. ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რაც გასწავლის შენ ახლა ეს ცვლილება, რაც გასწავლის და აი, აქ იგივე, სულ მეგივეს მეუბნება, რომ თითქოს აი შენ თვითონ რო იყავ დიდ ტრანსფორმაციას გაევლი, დიდ ზრდას, იმიტომ რომ აქ სული არის, იცით როგორ, იცით, ყოველთვის სულს უნდა რომ თავის გზას რაც გეგმაც მაქვს, მე მინდა იმ გეგმას მივახციო. მე მინდა რომ განვახორციელო ის, რაც მე მაქვს ჩაფიქრებული, ხო და ამიტომ ყველა ვარიანტში კი რაღაცა პრობლემები ისე სიტუაცია ყოველს თავისი გზა, მაგრამ მაინც აღწევს, მაინც ადრე თუ გვიან შენ გაგაკეთებინებს ის, რაც მას უნდა და აი აქ ზუსტად ეს არის, რომ გაევლი ტრანსფორმაციას, იმიტომ რომ შენ დაიღალე აკეთო ის, რაც არ არის შენ გინდა რომ უკვე დაიწყო, კი, დაიღალე რა ზუსტად ახლა და ამიტომ გასწავლის შენ ზუსტად გამოხვალ იმ სიტუაციიდან, როცა უიმედობა ქონდა, მაგრამ აქ ნახეთ, აქ იყო პერიოდი, როცა შენ ფიქრობდი, რომ დაუშვათ, არაფერი აღარ გამომივა, всё, ნუ მაგალითად ჩვენ დაუბრუნდეთ. კი ვიყავი, თქვათ ეს ფსიქოლოგი, კი ვიყავი ეს რაღაცა, მაგრამ ეხლა უკვე ჩემი ცხოვრება სხვანაირი არის და აი ვარ ეხლა იძულებული, თქვათ, ეხლა ვიყო მომვლელი, ხო? მაგრამ აი აქ ზუსტად ეს სიტუაცია არის, როცა შენ გადაწყვეტილებას მიიღებ, რომ იტყვი, რომ არა და წახვალ და აი ნახეთ, მიდიხარ 10-იანში პენტაკლების, რომ შენ უნდა დაეხმარო ადამიანებს და სამყარო ყოველთვის შენ მადლობას გეტყვის მაგაში, რაშიც შენ ახლა ნამდვილად გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაეხმარო და ძალიან დიდი ზრდა გექნება ყველა ვარიანტში. აქ ხო გითხარით, ზოგი ძალიან ცნობილიც შეიძლება გახდეს და ყოველ შემთხვევაში თქვენთან წამოვლენ ადამიანები რა, იმისათვის, რომ თქვენ გააქვთ იმისი ცოდნა, იმისი ნიჭი, რომ თქვენ ადამიანებს დაეხმაროთ და შედეგი რა იქნება? შედეგი იქნება, აი სულ რა გეუბნებით. ეს თქვენი იქნება აქ თქვენთან წამოვლენ ადამიანები, თქვენში აქ ეს არის აი იმენა თქვენი აი კარმული გაკვეთილი, რაც არის, კარმული ამოცანა დაჟე, გაკვეთილიც არა, ამოცანა არის აი აქ თქვენი, რომელშიც თქვენ მიიღებ დიდ შედეგებს, იმიტომ რომ აქ არის კი მზის არკანი, რაზეა ლაპარაკი, ეს არის ზუსტად ეს ინფორმაცია, რომ თქვენ ნამდვილად აღორძინებთ, გააღვიძებთ იმ ისეთ ცოდნას, რომელიც იყო და შეასრულებთ თქვენ აი აქ დედამიწაზე იმას, რაც გქონდა ჩაფიქრებული თქვენს სულს და იქნებით ამით ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ აქ რო იტყვიან, აი ცოტა ისე უხეშად რო სული, ამოისუნთქავს, რომ მიაღწია ბოლოს და ბოლოს იქამდე, რისთვისაც მოვიდა. და აქ ეს თქვენ თუ მართლა მოკიდებთ ხელს რაღაცას წარსულს დავიწყებულს, რაც უკვე იყო, თქვათ და არაკეთებთ, აქ დიდ წარმატებას მიიღებთ. ამიტომ თუ თქვენ დაუშვათ, მღეროდეთ, ცეკვავდეთ, რა ვიცი, ფსიქოლოგი იყავით, რამე სწავლა გინდოდათ, რამე თქვენს პროფესიას გინდა დაუბრუნდეთ, რომელიც თქვენ მოგწონთ, ის კი არა, რომ აი თქვათ ფული მოგქონდა, მაგრამ კაროჩ მივხვდეთ, რომელიც მე მომწონდა, მაგრამ მე რატომღაც რაღაცების გამო იძულებული გავხდი, რომ ეს მივატოვე და მინდა სული მეძახეს და არ მაძინებს და გული მტკივა, რომ მე ეს მივატოვე, იმას თუ დაუბრუნდებით თქვენ, აქ მაჩვენებენ, რომ ძალიან კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ აი ფიქრობთ თქვენ ამაზე ბევრს და ნამდვილად აი ეს გაშლა იქნება ასეთი ადამიანებისთვის, ვისაც უნდა ნამდვილად დაუბრუნდეს იმ საქმეს, რომელიც მას ძალიან მოსწონს, უხარია, უთფობს გულს და აქ თქვენ ნამდვილად გაიგებთ, რომ აი ეს ჩემია და მე ბედნიერი ვარ და ის დილა გაგეთენდება თქვენ, როცა იქნებით თქვენი საქმე დაკავებული, ძალიან ბედნიერი.